ჭადრაკის მსოფლიო სიმბოლო 85 წლის გახდა. ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი და პირველი ქალი, რომელმაც ვაჟთა შორის გროსმაისტერის წოდება მიიღო იუბილარია. ნონა გაფრინდაშვილის კარიერა წლების განმავლობაში ანგრევდა სტერეოტიპებს და ადგენდა სტანდარტებს, როგორც სპორტულ ოსტატობაში, ისე ლიდერობასა და ქალთა როლის გაძლიერებაში. ცხოვრების მანძილზე მას სპორტის არაერთი ჯილდო და სახელმწიფო ორდენი აქვს მიღებული, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ის ასევე ჭადრაკის ოსკარის პირველი მფლობელია. ტიტულოვანი მოჭადრაკის და გამორჩეული სპორტული ფიგურის იუბილე თბილისში რუსთაველის თეატრში აღნიშნეს, სადაც ქართველ ოსტატს საქართველოს და ქართული სპორტის განვითარების საქმეში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო გადასცეს. ის ამ ჯილდოს პირველი მფლობელი გახდა. ნონა გაფრინდაშვილის დაბადების დღე წერილობით მიულოცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, რომელმაც სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრა. 5 წლის ასაკში ძმების მიერ ნასწავლი პირველი სვლა და მსოფლიო აღიარება. მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ჭადრაკის დედოფლის განვლილ გზას და უნიკალურ კადრებს, რომელიც პირველი არხის არქივში ინახება. რუსთაველის თეატრის სცენაზე ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ცხოვრების გზა და ყველა დიდი გამარჯვების ეპიზოდი გაცოცხლდა. ნონა გაფრინდაშვილს 85 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი სპორტის სამინისტროს ორგანიზებით აღინიშნა. საქართველოსა და ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნონა გაფრინდაშვილს გიორგი ნიკოლაძის სახელობის სპორტის უმაღლესი ჯილდო გადაეცა. იგი ამ ჯილდოს პირველი მფლობელია. ალბათ ნონას მთელი გულით და სულით ულოცავ ამ იუბილეს, ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაერთიანებს, ჯანმრთელობას უსურვებ, ბედნიერებას. ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი არის, იქნება ყოველთვის მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი. ნონა არის ჩვენთვის ეტალონი, მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს ნამდვილი სპორტსმენი. მე შემიძლია თქვა, რომ ყავს უფროსი მეგობარი, რომელთაც ვამაყობ, რომელთანაც მაქვს კონტაქტი და დიდი ხანი მინდა ყავდეს ნონა ესე ჯანმრთელად და ბედნიერად. ძალიან ემოციებით სავსე ვარ, მართალი გითხრათ. იმიტომ რომ მე სულ ვიმეორებდი, როცა მეკითხებოდნენ რა მომცა სპორტმა, ჭადრაკმა, ჩემმა წარმატებებმა. ვიჯალდი ხალხის სიყვარული, რომელსაც ვერ გადავიხდი მეთქი და ეს ყველგან ფიგურირებს სხვათა შორის. აი წარმოდგენაში, რომელიც ბატონმა ნიკოლოზმა გააკეთა თავის ჯგუფთან ერთად და ჩემი სამართლებელი ამის დადასტურებაა, რომ ეს სიყვარული იყო არ გაქრება და მე მართლა ვერასდროს ვერ გადავიხდი ხალხის სიყვარულს. ეთამაშე ჭადრაკის დედოფალს. ამ სახელწოდებით ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ტურნეს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად მართავს. ტარდება თამაშის სეანსები, მასტერკლასები, საჯარო შეხვედრები და საუბრები. თუ აქტიური ხარ, დაკეთებ იმ საქმეს, რაც შეგ სიამოვნებს, არ აქვს მნიშვნელობა რა კუთხით. თავარია რომ ეს აქტივობა იყოს. ხოდაშორის კაი მაგალითია ჩემგან ასაკოვანი ადამიანისებისადმი. ანუ აქტიურობისკენ ასე ვთქვათ ისრაფონ თვითონ, თუ უნდათ გაიხარჯოს სიცოცხლე. ნოემბერში ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც სერბეთში გაიმართება. იქ საიდანაც ტრიუმფი დაიწყო. ჯერ კიდევ 1961 წელს ქალაქ ვნიაჩკა-ბანიაში პრეტენდენტთა ტურნირში ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე ნონა გაფრინდაშვილმა გაიმარჯვა და მსოფლიო პირველობაზე მატჩში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ამიტომ სერბეთს მეორე სამშობლოსაც უწოდებს. ჭადრაკის თამაში ბავშვობიდან დაიწყო. პირველი მეტოქეები ძმები იყვნენ. უმცროს დასთან დათმობაზე არასდროს მიდიოდნენ. გამარჯვებისკენ სწრაფვა და სპორტული ხასიათი სწორედ ძმებთან ჭადრაკის დაფაზე ბრძოლაში ჩამოუყალიბდა. 13 წლის ნონა გაფრინდაშვილი პირველ დიდ ტურნირზე მიემგზავრებოდა მატარებლით, როცა მგზავრობისას თანაგუნდელები სათითაოდ დაამარცხა და ყველა გააოცა. მალევე მისი განსაკუთრებული ნიჭი მწვრთნელმა ვახტანგ ქარსელაძემაც შენიშნა. 1962 წელს ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონობისთვის გამართულ მატჩში ელიზაბეტა ბიკოვას შეხვდა. რუსი მოქმედი ჩემპიონი დამაჯერებლად დაამარცხა და ისტორიაში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა. მთელი გზა მატარებით რომ მოვდიოდი საქართველოში რომ გადმოვედით, საცა მატარებელი არ უნდა გაჩერებულიყო, იქაც ჩერდებოდა რაღაც 1 წუთით და 2 წუთით. თუ ხალხი იყო ყველგან გამოსული და მე სულ ბაქანზე ვიდექი. თბილისში ჩამოვიდი, რა ხდებოდა, კადრები არსებობდა, მაჩემა მარცხენა ფერის ფეხსაცმელი დაკარგა იმ ჭიდილში. სახლში რომ მივედით, მე ვთხარი, არც ფურმანის თავი მაქვს, არც არაფერი შედაღლილი ვარ. შევალ დავიჯილებ მეთქი.
მაგრამ ვინ გამიშვა დასაძინებლად მამაჩემამცა ერთ საწყებსო მოთქმული და მე შედიო. თავში არა გივარდისო პირველი სიტყვა იყო და მე მომილოცა. და მეორე დღეს ოპერის თეატრში რაც ხდებოდა, რა შეხვედრა იყო, წინა ჭაბუკიანი რო გამოვლენ. გამიგეთ ეს ახალგაზრდას ესეთ პატივს როცემენ, რომ არავის საოცარი ის იყო. იცით პირველად როცა რაღაცა ხდება, მაშინ ხდება ესეთ რაღაცები. მე კი არ ყოფილა ესეთი. ამის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კიდევ 4 ჯერ დაიცვა. მსოფლიო აღიარების შემდეგ ვაჟთა ტურნირებში მიიწვიეს. ნონა გაფრინდაშვილი პირველი ქალი მოჭადრაკეა, რომელსაც დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის მიენიჭა. ჩვენ თავისი ინტელექტს და ენერგიას დებდნენ, ოღონდ ჩემთან არ წაიგოთ, ის ყაიმიც არ უნდათ. მაგრამ ასე არ გამოდიოდა. ხოდა ერთ წელიწადში უკვე თავიანთ რიგებში მიმიღეს, უკვე მithuliden როგორც თანასწორუფლებიან წევრს თავიანთ რიგებში და ამის შემცვალე მე ჭადრაკში ქალებისადმი დამოკიდებულება და ეს ჩემი ერთ-ერთი არანაკლები მიღწევაა ვიდრე მსოფლიო ჩემპიონობა. ნონა გაფრინდაშვილი ასევე საერთაშორისო დიდოსტატია ქალთა შორის, საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის გამარჯვებული, ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის 2 გზის და საბჭოთა კავშირის 5 გზის ჩემპიონი. ლეგენდარული სპორტსმენი პირველი ქალია, რომელსაც 1982 წელს საჭადრაკო ოსკარი გადაეცა. ოსკარს მსოფლიო ჩემპიონების კი არ ადლებდნენ. წლის საუკეთესო შედეგისთვის. მე გადმომეწვა, იმიტომ რომ ჯამბური წარმატება ჩემი უფრო მაღალი იყო და უშუალოდ ვიდრე მაშინდელი მსოფლიო ჩემპიონის. მე უკვე მსოფლიო ჩემპიონობა რო დავკარგე, აი შემდეგ მეორე წელს, ესე იგი 80 წელს გამოვიდა პირველი. რამდენიმე ხდებოდა ახლა ეს რომ უფრო ადრე ყოფილიყო ყოველ წელიწადს. მაგრამ ფაქტია რომ მაინც პირველი მაინც მე რგოა ეგ. ეს საკოლექციო ჭადრაკის დაფაა, რომელიც ნონა გაფრინდაშვილის განსაკუთრებულ წვლილს ჭადრაკის ისტორიაში და მის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა. მეფისა და ლაზიერის ფიგურებისთვის შერჩეული ბუნებრივი ძოწი და აკატი სიმბოლურად ნონა გაფრინდაშვილის ძალას, სიმტკიცესა და გამარჯვებისკენ სწრაფვას გამოხატავს. ნონა გაფრინდაშვილმა და მისმა ოჯახმა ჭადრაკის დაფაზე ქართული მემკვიდრეობის ნაწილები გადმოიტანა. ბოლო რამდენიმე წელია გამოვიდა უნიკალური საკოლექციო ჭადრაკები. დაფაზე ქართული ლიტერატურის მარადიული საგანძური ვეფხისტყაოსანია გაცოცხლებული. კიდევ ერთი საკოლექციო ჭადრაკი და მისი ფიგურები ქართულ ცეკვას ასახავენ. ეს გვირგვინი მატარებლით რო ჩამოვედი, ხალხი რო გამოვიდა, აი ზუსტად იქ დამახურეს თავზე და ეს გვირგვინი ახურავს დედოფალს. დედოფალს კი. რათვის შევია საჭირო, იმისათვის რომ შენს ნიჭერ მოწინამდე საჭირო. ნუ ხა ნიჭი და შრომის მოყვარეობა ეს ელემენტარულია, რომელიც უნდა არსებობდეს. მაგრამ შემდეგ ნერვული სისტემა უნდა გქონდეს ძლიერი. ფსიქოლოგიურად უნდა იყოს შენ თავის პატრონი, მაგარი. დგრადები ასე უწოდებ. სპორტული ხასიათი უნდა გქონდეს, რომელიც შვენიერი სპორტული ხასიათი გასაცაბალს იქიდან მოდის ბავშვობიდან. აი ერთი ცრუა მოვარდეს, რაც მე ჩამოვთვალე თვისე და უკვე მინუსია, ესე იგი ჯამურად უნდა აჭიბო მოწინააღმდეგე თავის ჭადრაკთან ერთად.